ტაბაკინის მამათა მონასტერში ტაძრის აღდგენის შემდეგ მე-20-ით აღესრულა სააღდგომო წირვა ლოცვა. 92 წლიდან მოყოლებული, რაც ტაძარი მოქმედი გახდა, იქ მოღვაწე ბერები დღემდე აღასრულებენ სააღდგომო ლიტურგიას. ღამისთევის ლოცვას სოფლის მრევლთან ერთად სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. ლიტურგია ტაძრის წინამძღვარმა მამა იაკობმა აღასრულა. საგანგებოდ ამ დღისთვის თბილისიდან ვაჟთა მგალობელი გუნდიც ჩამოვიდა. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად გილოცავთ ქრისტეს აღდგომას. ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი, მისი მრევლი, თელის მონასტრის საძმო და აღნიშნავ, რომ 20 წელი გავიდა იმ ძვირფასი დღიდან, როცა ჩვენ წმინდა გიორგის მონასტერი გავხსენით ხელმეორედ 1992 წელს და ეს უკვე მე-20 წირვა არის აღდგომის ღამეს. გილოცავთ ყველას ერთობით, გაიხარეთ, აღდგარ იყოს ჩვენში ჭეშმარიტის არწმუნება და ქრისტეს სიყვარულს შემოინათებიოს თქვენს გულებში. როგორც შემთთვის, ასევე ყველა ქართველის არის მნიშვნელოვანი და საქართველოს ქართული გალობა მით უმეტეს მონასტერში რომ სრულდება და სააღდგომო ლიტურგია გამთენიას დასრულდა. ტაძარში შეკრებილი მრევლი ერთმანეთს ულოცავდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ტაბაკინის მონასტერში ფრესკების კონსერვაცია ამ 2 წლის წინ დასრულდა, რამაც განადგურებას გადაარჩინა უძველესი დროის მხატვრობა. სააღდგომო საჩუქრები კათარზის და წმინდა ბარბარეს ობოლდო მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატს. ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვეს და სადღესასწაულო ნობათი უმწეო მოხუცებთან ერთად პანსიონატის აღსაზრდელებსაც მიართვეს. როგორც ყოველთვის, ტრადიციულად ჩვენ ყოველ წელს ასეთი დახმარება ვიცით ზესტაფონის კათარზისის ორგანიზაციას, ანუ მოხუცებს საჩუქრად მოუტანეთ კარგული ნობათი სხვა პროდუქტის სახით, რომელიც მათ აღდგომის დღესასწაულზე შესახვედრად გამოადგებათ. ასე რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ყურადღებას და ჩვენი მუშაობის ძირითადი საზრუნავი იქნება, რომ მათი ჯანმრთელობა, მათი მდგომარეობა იყოს ყოველთვის გაუმჯობესებული და ყოველთვის სათანადოდ დაფასებული. ახლა ამ წუთში ჩვენ ვართ კათარზისში, სადაც დაახლოებით 100-110 ადამიანი ღებულობს ყოველდღიურად საკვებს. აქ მოვიტანეთ პროდუქტი, ესენი არის ძირითადად შაქარი, ფქვილი, პასკა და ასე შემდეგ, სხვადასხვა პროდუქტი მოვიტანეთ. გადავცემთ მათ. ამის შემდეგ მივდივართ ბაღებში და მინდა მიულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს, ჩემს ზესტაფონლებს, ჩემს ბენეფიციარებს, ჩემს მოხუცებს უსურვოთ წარმატება ყველას. ეხლა რაც შეეხება ამ ღონისძიებას, რაიონის მუნიციპალიტეტი ბატონი გივი, ბატონი მერაბი ყოველთვის არ გვტოვებენ ყურადღების მიღმა და ასეთ სადღესასწაულო დღეებში ყოველთვის შემოგვიტანენ პროდუქტების გარკვეულ მარაგს, რომელიც ჩვენ ძალიან გვადგება მუშაობაში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რაიონის ხელმძღვანელობას, გამგეობას, საკრებულოს წარმომადგენლობას, რომ არ ავიწყდებათ არასოდეს ეს ბავშვები, ყოველთვის მოდიან, ყოველთვის უხალისებენ დღეებს ამ ბავშვებს. რა თქმა უნდა, არ აკლიათ არაფერი, მაგრამ მომსვლელი მაინც უხარიათ, სტუმარი უხარიათ. აი ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა შეგიწიოთ და შეგიწიროთ ყველაფერი და გილოცავთ თქვენც და სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს აღდგომის დღეს. ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები მსგავსი შინაარსის ღონისძიებებს აღდგომის გარდა სხვა დღესასწაულებზეც ახორციელებენ.
საგანგებო საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა დედაენის დღის ზესტაფონში. 9 აპრილისა და გია აბესაძის სახელობის სკვერში მშობლიური ენის პატივგების ნიშნად თავი მოიყარეს საზოგადოებრივების წარმოადგენლებმა. სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებელმა პირებმა, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მუშაკებმა და ყველა იმან, ვისთვისაც ძვირფასი და შეუცვლელია ქართული ენა. მრავალსაუკუნოვანი და უძველესი, მდიდარი და განუმეორებელი, განსაკუთრებული ფენომენალური მოვლენა მსოფლიო ისტორიაში. ეს არის ჩემი მშობლიური მიწა. მე აქ დავიბადე და მე მიხარია რომ იგივე ემოციები, იგივე სიყვარული, იგივე შთაგონება არსებობს და ნამდვილად ქართველი ალბათ ჩაიმუხლებს, მაგრამ არ დაეცემა. მე მიხარია რომ ამ მიწის შვილი ვარ და ეს არის მარადიული, ეს არის უკვდავება ენის, ერის, სიყვარულის და ხვალ სიცოცხლის დღესასწაულია და ალბათ მარადიულია ეს ფასეულობა რაც აქ ხდება. ოცებული ვარ. ენა არის საძირკველი და საფუძველი ყველანაირი ეროვნულობისა. ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ენა მამული სარწმუნოება. ეს არის არა ლოზუნგი, არამედ ეს არის ჩვენთვის დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც ნებისმიერმა ქართველმა ისე უნდა მოუაროს, როგორც საკუთარი მამის დანატოვას. ყველა ქართველისათვის ალბათ უმთავრესია, რათა პატივი მივაგოთ მშობლიურ ეროვნულ ქართულ ენას. ყველა ადამიანის უმთავრესი განძია ეროვნული ენის ცოდნა და მისთვის პატივის მიგება. ამიტომ გთხოვთ ყველა ქართველს, რადგან პატივი მივაგოთ ჩვენ ეროვნულ ენას. მადლობა მინდა მოუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიებას გაუკეთა ორგანიზება. ტრადიციულად ამ დღეს ვსეიმობ როგორც ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ დღეს, ერთ-ერთ ყველაზე უფრო საზეიმო დღეს იმ სამი მთავარი სიწმინდიდან, რაც ილიამ გამოგვიცხადა ენა მამული სარწმუნოება, ენა დგას პირველ ადგილზე. რა ენა წახდეს, ერიც გაბუჯდეს, ნათქვამია და მე მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ დღეს აქ ძირითადად მონაწილეობენ ახალგაზრდები, ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები და უდიდესი ენთუზიაზმით უძღვნიან ენას ლექსებს. ღონისძიება მთლიანად იყო გაჯერებული მშობლიური ენისადმი მგზნებარე სიყვარულითა და მოტიწებით, იმ დამოკიდებულებით, რომელსაც ქართველობამ თავის დროზე ძეგლი აუგო და მის გადასარჩენად უზარმაზარ რისკზე წავიდა, რათა ქართული ყოფილიყო ქვეყნის უპირველესი სახელმწიფოებრივი სიმბოლო. 1978 წლიდან მოყოლებული 14 აპრილის სრულიად საქართველოში აღინიშნება როგორც დედაენის დღე.